დავიწყოთ მეგობრებო, ვინ შემოგვიერთება Zoom-ის პლატფორმაზე შემოგვიერთება, ჩვენ დავიწყოთ ასეთი მაგალითი გვექნება გასაკეთებელი. მოკლედ გავხსნათ Word-ი და ვნახოთ პირველ რიგში რა უნდა გავაკეთოთ. პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ ის, რომ დავაყენოთ პარამეტრები ფურცლის, პირდაპირ აი აქედან შეგვიძლია არ დავიწყოთ, იმიტომ რომ დიდი მერჯინები ან დიდი მინდვრებია ზემოდანაც და მარცხნიდანაც, ამიტომ უნდა გავასწოროთ პარამეტრები. პირველ რიგში გადავიდეთ ფაილში, მერე more და აქ option-ი იქნება, ან პირდაპირ შეიძლება option-ი იყოს და აი აქ advanced-ში გადავიდეთ, ჩამოვიდეთ ქვემოთ და აქ უნდა გადავიყვანოთ სანტიმეტრები, იქნება საინახეთ სანტიმეტრებში უნდა გადავიყვანოთ. ზოგან შეიძლება იყოს ინჩები, აი ეს ინჩი. ამიტომ ეს ინჩი უნდა სანტიმეტრებში გადავიყვანოთ და ოკეი. შემდეგ შევიდეთ layout-ში, margin, custom margin და აი აქ მაგალითად მივცეთ 1/9, 1 და აქ დააგვირდეთ მძიმეა თუ წერტილი, რომ წაშლენ მთლიანად აქ მძიმეა ჩემთან, ანუ მძიმე უნდა იყოს, აქაც 1/9-ზე დავაყენოთ. ნუ აქ 0.ზე დავაყენოთ. ესე იქნება მოცემული პარამეტრები აქაც. ვთქვათ 0.ზე. აი ეს. და ოკეი. ესე იგი 1.5, 1.5 და 0. აქ უნდა იყოს სანტიმეტრები. თუ სანტიმეტრები არ არის, აი ეს აქ სანტიმეტრები თუ არა გვაქვს, აი გადაინაცვლა ამაზე. ბრუნდებით ისევ ფაილში, option-ებში და აქ როგორც ახლა გავაკეთეთ, აი advanced-ებიდან აი აქ ჩამოვდივართ, თუ სანტიმეტრები არ იყო იქ და აი აქ დაგვხვდება ინჩი და ეს ინჩი გადაგვყავს სანტიმეტრებში. აი და მე აქ რო შეხვალთ layout-ში და margin-ებში და custom margin-ში დაგვხვდებათ სანტიმეტრები აი აქ. მოკლედ, შემდეგ რა გვაქვს სურათს? სურათი შემოგვაქვს თავში. ამას ქვია, თუ არ ვცდები, ინოვაციური განათლების ცენტრი, ესეთი სურათი არის. მოდი გადავიდეთ Google-ში. Google-ში და აქ ჩავწეროთ. აი Google-ში გადავიდეთ. და ინოვაციური ქართულად ჯობია. განათლების ცენტრი. გადავიდეთ იმეიჯებში ან სურათებში და ერთ-ერთი სურათი ავიღოთ. ნუ აი ნებისმიერ ვთქვათ მაგალითად აი ეს. მარჯვენა ღილაკს რაც გაპუნებთ save images და პირველ რიგში როცა ვხსნით desktop-ზე ჩვენს პაპკას, იმ პაპკაში ვინახავთ. მე გადავდივართ აი აქ desktop-ზე და თუ გვაქვს აი desktop-ზე მე გამოტანილი აქვს ჩვენი პაპკა, იმ პაპკაში ჩავაგდებ თუ არ და new folders დავაძვებით. აი აქ მოგცემს ჩვენი პაპკის სახელს, პირდაპირ დავიწყებთ დაწერას, მაგალითად საგამოცდო და სახელი და გვარი. აი აქ. ამას გავხსნით, ორჯერ ვკაპით და შევინახავთ აი აქ სურათს. ანუ სურათი ჩამოვდივართ. შემდეგ insert picture, ანუ სურათი როგორც შემოგვაქვს, sys device, ანუ აქედან ისევ გადავდივართ აი აქ. ამას ვამოძრავებთ, გადავდივართ desktop-ზე. ნახულობთ აი საგამოცდო, რომელიც თავი აქ ჩემ პაპკას ნახულობ და სურათს ორჯერ ვაწყობთ და შემოგვაქვს. ახლა ეს მინდა ცენტრში გადმოვიტანო. შემიძლია აი აქ home-ში გადავიდე და ვაჭირო აი ამას და ცენტრში გადმოვიდეს. ან აი აქ როცა სურათს მოვნიშნა ვაჭერ აი ამაზე, ვაჭერ ნებისმიერს აი აქედან, მაგალითად აი ამას
და მარტივად გადავაადგილებ სურათს. დავაპატარავთ კიდეც და ცენტრში გადმოვიტანოთ. აი ეს ცენტრში. და შეგვიძლია კიდე დავაპატარავ. ანუ სურათი გვაქვს და პლუს ნახე სურათს აქვს ეფექტი ქვემოთ ესა ჩრდილი. ამიტომ შეგვიძლია ესეთ რაღაც გავაკეთოთ. მოვნიშნოთ სურათი, ფორმატში გადავიდეთ და ეს არის მე მგონი ჩრდილიანი. აი ეს ეფექტი ექნება აი აქ ეს. შემდეგ რა გვაქვს? შემდეგ ტექსტი აცხადებს მიიღებას. მოდი ესეთ რაღაცა დავწეროთ. ჩამოვიდით აი ქვემოთ enter ჩამოვიდა ორჯერ სადღაც ქვემოთ ვაწყაპუნებ ორჯერ ზედიზეთ და ცენტრიდან ვიწყებ დაწერას. და იმასაც ახლა ცენტრი ეს არის აქ გავუსწორებ ამას აი ცენტრი. და წერია აცხადებს და enter-ით და მე მიიღებას ახალი სასწავლო წლისათვის. წელი არ გვინდა, იმიტომ რომ ან შეგიძლია ჩაწეროთ 2025-2026. შემდეგ ტრენინგ მოდულებზე. შემდეგ ტრენინგ მოდულებზე. ზომას და იმას ბოლოს გავასწორებთ მე, ანუ ტექსტის ზომას და ასე შემდეგ. შემდეგ რა გვაქვს? წრილი გვაქვს. სადაც გვინდა ქვემოთ 1 უჯრა, 2 უჯრა, 3 უჯრა, 4 უჯრა, 5 უჯრა ქვემოთ 1, 2, 3, 4 ჰორიზონტალურად, 5 ვერტიკალურად, ანუ ქვემოთ და 4 ჰორიზონტალურად, ანუ ეს სიგანეზე. ესე იგი 5 4-ზე. ესე შევდივართ insert-ში, table. ჩამოვყვები ახლა 1 უჯრა, 2 უჯრა, 3 უჯრა, 4 უჯრა, 5 უჯრა და შემდეგ გადმოვდივარ მარჯვნივ. 2 უჯრა, 3 უჯრა, 4 უჯრა და 5 უჯრა. ან შემიძლია მერეც დავამატო. ეხლა ამას აი კუთხეში აქ მივიდან მაუსს, ესეთი ორმაგისტრის ფორმას რომ მიიღებს, ეს თეთრი ორმაგისტრის ფორმას დავაწვევი და წამოვიღებ ქვემოთ. თუ დამჭირდა დამატება ნებისმიერი მიმართულებით, აი აქ layout-ში გადავდივართ, ვიცით და აი ამისრების მიმართულებით, აი ქვემოთ თუ დამჭირდა დავაწვევი, ქვემოთ დაემატა და ასე შემდეგ. აქ ვიწერია ნომერი, ანუ shift და დიეზი. შემდეგ ეს უნდა გადავნომროთ, მოვნიშნავ ესე გადატარებით. გადავდივარ home menu-ში და აი აქ ვაწვევი აი ამ გადანომრას. ამ უჯრას უბრალოდ დავაპატარავებ. ხა მონიშნას. მონიშნა რო იყო, ეს მონიშნა უნდა გავაქრო, ჯერ სხვაგან დავაჭირო. შემდეგ მივიტანო აი აქ. აი ამ ხაზზე ნებისმიერ ადგილზე, როცა ესეთი ახლოს მოვიტანჯობიან. როცა ესეთი ორმაგისტრის ფორმას მიიღებს, აი ეს მაშინ დავაწვევი მაუს და წავიღებ აი აქეთ. დავაპატარავებ ამ უჯრას. აი ეს. შემდეგ, აბა რა გვაქვს? მოდულური პროგრამები. აი აქ დავწერ მოდულური პროგრამები. ეხლა დანარჩენს წერას არ დავიწყებ. ტექსტ თქვენ თვითონ ჩაწერთ. ეხლა ეს როგორ კეთდება აი აქ. მოდი ესე ორმაგად დავაყენებ ამას, რომ კარგად შევხედოთ. ანუ ჩვენ გვინდა ახლა აი ეს ნაწილი გავაკეთოთ. მოდულური პროგრამები და აი ეს 1 2 3 4 5 აქ 1 ზედმეტი არის, ნახე. 1 უჯრა ზედმეტია. ამიტომ ჩავაწყაპუნებ აი აქ. გადავალ layout-ში, აი layout-ში გადავალ ეს ზედმეტია. delete column sweat. აი ეს. ან შემიძლია ეს გამეკეთებინა საშლელით, აი ეს. წამოვყოლოთ და წამეშალ. რომ მარტივი და სწორი იქნება. ჩავშლები აქ ნებისმიერ უჯრაში. layout-ი delete column, ანუ სვეტის წაშლა. აი ეს. მოკლედ აქ იყო ეს უჯრა გაყოფილი. აი ეს უჯრა გაყოფილი.
ავიღებ pancars ისევ layout-ში გადავდივარ, აქ ავიღებ pancars. ერთზამით აი pancari, ეს pancars ავიღებ და გავატარებ აი აქ. აი ესე. ხოლო ამ ზედა იმას წავშლი აი აქ. კიდე გავადიდოთ pancars დავდებ თავის ადგილზე, გავადიდოთ კიდე ცოტა ცხრილი. ავიღებ საშლელს და აი ამას წავშლი. აი ეს. შემდეგ აბა რა გვაქვს აი აქ. ჩავწეროთ ახლა. ვადა, აი აქ. ვადა და შემდეგ ჯგუფების რაოდენობა. და მისაღმესმელთა რაოდენობა მისაღმესმელთა რაოდენობა. დანარჩენი აქ ახლა. ახლა ესენი აი ტექსტი უბრალოდ თქვენ თვითონ შეგიძლიათ ჩაწეროთ მე აი აქ. რა ტექსტიც იქნება მოცემული. უბრალოდ როგორ გავამუქოთ აი ეს ჩარჩო. მოვნიშნავთ ცხრილს, ანუ ცხრილის მონიშნა ძალიან მარტივად ხდება, მაგალითად აი აქ. შეგიძლიათ დააჭირო, აი ამ ჯვარზე დააჭირო ხელი და მოინიშნება ცხრილი. ან დააჭირო პირველ უჯრას და გადაატარო ბოლომდე. ან დააჭირო, ჩააწკაპნო პირველ უჯრას, მერე shift ღილაკს კლავიატურაზე მარცხნივ shift ღილაკს დააჭირო ხელი არაუშვა და ბოლო უჯრაში ჩააწკაპნო მოინიშნა. ან უბრალოდ კიდევ ერთხელ აღნიშნავ აი ამ ჯვარზე დააწკაპნო და მოინიშნა. შემდეგ გადავდივართ აი აქ დიზაინში border and shading ავირჩიოთ აქედან სტილი აი მაგალითად ეს და grid რო ყველა უჯრა ეს თუ პირდაპირ დააწვევი აქ ნახე ყველა უჯრას გამოგეს მე grid რომ მარტო ჩარჩო გამოგოს და ოკეი აი მივიღებთ ესე გამოგებულ ცხრილს ეხლა აქ ჩვენ არ დაგვეტევა აი ეს სავარაუდოდ ამიტომ მე შემიძლია ფურცელი შევატრიალო ჯერ ერთი რომ დავაპატარავო ცხრილი ესეც შემიძლია ან ფურცელი შევატრიალო ესე იგი layout აი აქ ამ layout-ში orientation და აი ეს landscape სადაც ადგილი მოგვეცემა აი აქ შემდეგ როგორ ვაკეთებთ ახლა აი ამას აი ამ ჩარტოს ვიღებთ insert-დან და აი აქ shape-ებიდან shapes აი ამ პირველივე აი ამ text box დავაწყაპუნებთ არაუშვებს ხაზს და გადავატარებთ შემდეგ როგორ გავაკეთებთ ამას იმას რა ქვია წვეტილს აი ფორმატში შევდივართ მერე shape outline-ში შევდივარ აი აქ ფორმატში რო შეხვალ მარცხნივ აგერ ზვედრო რო ახატი ამის ქვემოთ shape outline და weight ну სისქე მივცეთ ჯერ კი ბატონო აი ესეთი სისქე შემდეგ ისევ შევდივართ outline-ში dashes და აი მე წვეტილს აი ეს და გაკეთება წვეტილი ახლა რა წერია შეგნით რაღაცები წერია და აქ არის სიმბოლოები ესე იგი სიმბოლოებს როგორ ავსვათ მოდი ამას გადმოვიტან აქ სიმბოლოებს რომ შემდეგ ნახეთ ისევ insert-ში გადავდივართ და მარჯვნივ აი აქ სიმბოლ თუ აქ არ არის გამოტანილი აქ სიმბოლოები და სავარაუდოდ არც იქნება more სიმბოლოში გადავდივარ და more სიმბოლოში და მე აი აქ ჩამონათვალში აი ქვემოთ სადღაც აი აქ ჩამონათვალში ესე ნელ-ნელა ჩამოვიდივარ და ვირჩევ webding ან wingding აი ამ ორიდან რომელიმეს აი webding არ გვაწყობს აი wingding აი ამას ვირჩევ და აი აქ არის ყველაფერი სიმბოლო რაცა ნუ ზუსტად იმას თუ ვერ ნახავთ მიახლოებით შეგვიძლია ვნახოთ რაღაც სიმბოლო აი ამას ნელ-ნელა აი ამ ტიჩკას დააწვევით და აი ჩამოყვებით აი ესე სიმბოლოებს იქ კუდი ახატია ეს არის webding-ში თუ მაინდა-მაინც ეგ გაინტერესებთ webding-ში აი აქ ქვედა ტიჩკით ჩამოყვებით და აი აქ სადღაც უნდა იყოს აი კუდი მონიშნავთ insert-ს დააწვევით
სად მაქვს ახლა ეს კურსორი? აი აქ უნდა მქონდეს კურსორი, აი სად ახლა ქუდები, ანუ სადაც მქონდა კურსორი. აი ჩააცკაპუნებთ, ესე იგი symbol more symbol, ანუ თუ აქ არ იქნება გამოტანილი webding-ი, აი ჩამოვყვებით ნელ-ნელა ეს თითო წკაპით. და აი აქ დააცკაპუნებ ან ორჯერ სწრაფად, ან ერთხელ და insert აქ ჩასვავს კოდს. დახურავ ამას და ნუ ტექსტს დაწერ, იქ რა ტექსტიც არის, მე enter-ით კიდე ახალ სიმბოლოს და ასე შემდეგ. შემდეგი რა არის? შემდეგია აი აქ წარსადგენ დოკუმენტების ჩამონათვალი. ესეც აი აქ სადღაც ორჯერ სწრაფად დააცკაპუნებთ და დავწერთ წარსადგენ დოკუმენტების ჩამონათვალი და enter-ით ჩამოვალთ ქვემოთ არის სია. აქ სურათში არ ვიცი რამდენად ჩანს, მაგრამ სია არის გადაუნომრავი, ანუ აი აქ home-ში შევდივართ. აი ეს თუ გადანომრილია მის გვერდით აი ეს ჩამოვალთ და აი პტიჩკას დავაწვევით ეს სამკუთხედივით, რომ აქაც დავაწვევით და ავირჩევთ რომელიმეს, აი რა ვიცი, თუნდაც ეს იყოს. და იქ რაც წერია მერე. მათ წერია ესეთი რაღაცა. დოკუმენტების ჩამონათვალია, ასე რომ ვთქვათ რა. და მაგას გეტყვით ახლა რა. მაგალითად აქ წერია პასპორტი, ვთქვათ პირადობა. ეს მოგეცემა თქვენ ეს თქვენ იმაში იქნება მაგალითში იქნება ფურცლები რომ დაგირიგდებათ, იქ იქნება. მერე აქ იქნება რაღაც რაც იქნება ჩამონათვალში, იმას ჩამოწერთ. განცხადება და დიპლომი. და ასე შემდეგ, აი ესეთი. შემდეგ მოდის აი ეს. ეგ როგორ უნდა გავაკეთოთ? შევდივართ ისევ insert-ში, ისევ shape-ში და აი აქ ბოლოში სადღაც დაახლოებით არის აი ეს. აი ეს. scroll-ი ჰორიზონტალი, აი ეს. დავაცკაპუნებთ თუ არა, გადმოვიტანთ mouse, ანუ არ ჭირდება ესე როგორც აკეთებს ხოლმე უმეტესობა, რომ აი დააჭერს, აღარ აუშვებს ხელს და აქეთ გადმოდის. ეგრე არა. უბრალოდ დააცკაპუნეთ ამაზე, აი შეხვალთ shape-ი. უბრალოდ დააცკაპუნეთ, მერე დააჭირეთ და გადაატარეთ. ან თუ просто დააცკაპუნეთ, მერე გაადიდებ და აპატარავებ. აი ამ კუთხეებიდან ესე გაადიდებ. ეხლა ტექსტს როგორ წერს Z. მარჯვენა ღილაკი Z-ვე და add text. ეხლა ზემოთ როგორ აგვაქვს ტექსტი. აი აქ არის ესეთი რაღაცა align text, ამას რომ მონიშნავ. აი ფორმატში გადადიხარ, აქ არის align text და აი აქ მიუთითებ top. ეს ზემოთ ადიხარ. და მე მარცხნიდან რომ დაიწყო, home-ში ვიცით, აი ეს მარცხნიდან გადმოდის ამ და დაიწყებ იქ ტექსტი რაც არის მოცემული იმის დაწერას. ნუ ახლა ტექსტი იქნება თეთრი. ამიტომ ამ ტექსტს დაწერ მონიშნავ და აი აქვე, ან აი აქედანვე შეგიძლია შეცვალოს ტექსტი შავად. ხოლო თვითონ ამას როგორ შეგიძლია შეუცვალო ფორმა მონიშნავ, ისევ გადადიხარ ფორმატში და აი აქ shape fill-ში შეგიძლია ფერი შეცვალო ან ტექსტურაში გადახვიდე და აი აერჩიო ნებისმიერი ტექსტურა. აი ეს. ესე იგი fill-ი, ტექსტურა და ზოგმა სხვა აერჩიეთ, ზოგმა სხვა ერთნაირი არ აერჩიოთ, ასე ვთქვათ. აი ეს. მაგალითად. ესეთი რაღაც. აქ მეტი არაფერი არ არის გასაკეთებელი. შემდეგ ახლა აცხადებს ავიღოთ მაგალითად 14 პიქსელით ან თუნდაც 16 პიქსელი და როგორ გავშალოთ ახლა. მოვინიშნავთ ამას, შევდივართ აი აქ, ესე იგი home menus, აი ამ ფონტის, აი ამ პტიჩკაში, აი კუთხეში. გადავდივართ advanced-ში, აი აქ advanced და შემდეგ აქ spacing-ის აი by-vel-ში ჩავწერთ მაგალითად 5 და ოკეი, აი გაიშალა ეს. შემდეგ აი ეს არის მოდი ავიღოთ ეს 12 პიქსელი. იყოს
გამუქებული, დახრილი და ხაზგასმული. აი ესეთი იქნება იქ. აი აქედან გავაკეთებთ მაგ ყველაფერს. და ასევე აი ეს თუ დააგვირდებით, ხო აგრე არის აქ თუ დააგვირდებით, აი ეს არის წვეტილი. და ესენი გამუქებულები აი აქ სათაური, ანუ აი ამას მოვნიშნავ და ყველას ბოლდით გავამოქებ. და ცენტრში თუ მაინდა-მაინც აი აქ ცენტრში. და კიდევ უფრო ფლატ ცენტრი იქნება layout-ში თუ გადავალ და აი ამ ღილაკზე დავაწვევ აი ცენტრში. შემდეგ აი ეს ხაზია წვეტილი. ამასაც ახლა გადავალ table design-ში გადავალ აი აქ. შემდეგ აი აქ pen color-ი რო წერია, pen ანუ კალამი ფანქარი აი აქ შევალ. ავირჩევ წვეტილს. მერე ცოტა scale-ს ავირჩევ აი აქედან მაგალითად 1 პიქსელი თუ 1 პუნქტი და ესეთი ფუნჯის ფორმა ექნება. თითოეულ ხაზზე დავაწყაპნებ, აი, ხაზზე უნდა დავაწყაპნოთ, აი ეს. აი ესეთნაირად. შემდეგ ორჯერ დავაწყაპნებ და გაქრება ეგ ყველაფერი. აი ფაქტიურად აი ეს არის პრინციპში, ხო, აი აქაც. აი ესეც მონიშნეთ, მე მგონი აქაც ეგრეა აი, დახრილი და ხაზგასმული. და გამუქებული. ესე იგი მოვნიშნავ ამას. გამუქება დაახრა ხაზგასმა. ესეთ რაღაცა იქნება აქ. დანარჩენი მე მგონი ყველაფერი რიგს ესეთ ცენტრში გადმოვიდა აი აქ ავასწორებ. და როგორც ვიცი, მინახავთ ჩვეულებრივ Word-ის ფაილში და PDF-ში. ესე იგი ფაილ შენახვის დროს save as browse desktop-ზე გადავალ. ნახავ აი ჩემ ფოლდერს, სადაც ვინახავ ამ ყველაფერს. და აქ დავწერ დავალება 2. და save. ეს არის Word-ის ფაილით შენახვა. ახლა როგორ შევინახო PDF-ად, რომ მე ორივე უნდა ატვირთოთ. Word-იც და PDF-იც უნდა ატვირთოთ ორივე. File, save as. Browse-ში გადავდივარ. აი აქ ვნახულობ. Desktop-ზე ისევ. ჩემს საგამოცდოს აი აქ. გავხსნი ამას და აი აქ ჩამოვშლი type-ში ჩამოვშლი და PDF-ს მივუთით. PDF-ი. აი აქ ესე იგი. სახელი ქვია ჩვეულებრივი, save as type-ში ჩამოვშლი და PDF-ს მივუთითებ. და save. აი PDF ფორმატი გაიხსნება ახლა. ეს იქნება PDF ფორმატი. აი ეს. შემდეგ აი გადავალ ახლა ჩემს პაპკაში. მექნება იქ ორივე. აი ორივე მექნება აქ. აი. ეს მოდი ეს დავხუროთ, აღარ მჭირდება. აი ორივე მაქვს და ეს და ორივე ავტვირთავ იქ. ეს სურათია უბრალოდ ის რაც გამოვწერე. აი PDF ფაილი, აი ეს Word-ის ფაილი, აი ორივეს ავტვირთავ.